ალბათ წავა. იმიტომ რომ ამ ხელისუფლებისგან არაფერი არ გამიკვირდება. მაგრამ იცით რა არის? რას, ანუ გასაგებია ახლა რაზე გათვალეს, როდესაც გააკეთეს ეს სვლა, იმიტომ რომ მაგალითად სიტყვაზე პროსპერიტი ის მეორე ფონდის ის მესამეც, ანუ ყველა იგივე თუნდაც ადამიანის უფლებების, აი იგივე როგორც გუგა სახლის და გუგა ხელაიას ერთობისთვის ქვია, ხო? ერთმანეთისთვის გუგას ფონდი. ესენი იყვნენ უფრო მეტად ჯარიმებზე და ნუ გასაგებია ხარ რა პანიკის დათესვა უნდათ იქ რომ ადამიანი გადის და ის რომ ადამიანი მაგალითად სიტყვაზე ეხმარება აქვს იმის იმედი რომ ფონდი დაეხმარება იმ ადამიანს ეუბნება რომ შენ ესენიც აღარ გეყოლება და ვნახოთ ახლა 5,000 ლარია ჯარიმად ხო აი ესეც ვნახოთ გასაგებია რომ ეს არის ერთი მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი მაგრამ აი მაგალითად ახლა ჩემმა მეგობარმა ვიდეო გამომიგზავნა რომელიც გუშინ იყო აქციაზე და გუში რამდენი ხალხიც იყო 4-ჯერ 5-ჯერ მეტია დღეს ანუ სინამდვილეში ხელისუფლება პირიქით იღებს, აი მაგალითად, როდესაც გადაკეტვა შეგვიზღუდეს ერთ დღეს, მიიღეს უფრო მეტი მობილიზაცია. ანუ ეს ხომ ჩვენთან არ მუშაობს, ანუ იმ რაც ბელორუსიაში იმუშავა, ამან ჩვენთან არ იმუშავა, ანუ ქართველის ხასიათია, რაც უფრო მეტად გუდა, მით უფრო მეტად ბრაზდება. ამიტომ მგონია რომ ეს მათ შემთხვევაში არ გაამართლებს. მეორე ასევე რაც არის გასათვალისწინებელი რა წარმოუდგენელი რამ წერია მათ საქმეში. მე ვთვლი რომ ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ მათთან სამართლებრივ დავაში არც კი უნდა შევიდეთ. ერთი ნაწილი სასამართლოში რაც იქნება გასაგებია, მაგრამ ეთერები ამისთვის არ უნდა დავკარგოთ, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივად როგორ გამოიყენეს, ამას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ბატონ შაქარაშვილს გვერდს არ ავუვლი და ნანა კაკაბაძეს, იმიტომ რომ ესენი არიან რუსეთის აგენტები, ნანა კაკაბაძე და გოგა ხაინდრავა, რომ არის შენი სამართლებრივი მიზეზი ბრჭყალებში, რომ ონკოპაციენტ ბავშვებს ხაერი გადაუკეტო. უამრავ ადამიანს, მაგალითად, შემდეგ 4 შაბათს ამავე ეთერში, TV პირველის ეთერში იქნება გადაცემა პირველი კლასიდან ბავშვი ჯარს როგორ აგროვებს და უკვე 5 წელია ჯართის შეგროვებით როგორ არჩენს ოჯახს. ამ ბავშვს რომ მე სტიპენდია დავუნიშნე ფონდიდან, იმიტომ რომ ჯართი აღარ ეგროვებინა. რომელიმე თხრილში არ ჩავარდნილიყო როგორც ბავშვები. ზუსტად და ბათუმის ისტორია არ განმეორებულიყო. აი ამ ბავშვს მე ფონდიდან უნდა დამეფინანსებინა მისი სტიპენდია. აი ამისი შეწყვეტის და გადაკეტვის მიზეზი რომ რუსეთის აგენტი ბატო შაქარაშვილია, ნანა კაკაბაძე და გოგა ხაინდრავა, ანუ ხელისუფლება დგას რუსეთის აგენტებზე. ასეთი საქმიანობის დროსაც კი და მე რუსული ხელისუფლებაა. არც აი მე მესმის რომ შეიძლება ეს ახლა რაღაცნაირად არაქრისტიანულია და მესმის და მივიღებ ამ საყვედურს ყველასგან, მაგრამ მაინც ბატო შაქარაშვილს, ნანა კაკაბაძეს, გოგა ხაინდრავას და ყველა რუსეთის აგენტს და ხელისუფლების ყველა წევრს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და აღასრულა. ვუსურვებ ზუსტად იმ აი რა შინაარსის წერილებსაც ვიღებ, რა ბენეფიციარებიც ყოლია, რა დახმარებაც გაგვიწევია. ამ პრობლემები ცხოვრებას გისურვებთ თქვენ საყვარელ ადამიანებს, რომ მიხვდეთ სინამდვილეში რა შინაარსის შეფერხება და რა სიმძიმე შეფერხება გააკეთეთ თქვენ. გულით გისურვებთ ამას მე და ჩემთან ერთად ასობით და ათასობით ადამიანი დღეს ბატონ შაქარაშვილის წყევლის მოსმენის მეტი არაფერი მომისმენე და ეხლა მესმის რომ ძალიან ბევრი სამართლიანად მეტყვით რომ ეს არაქრისტიანულია, მაგრამ ამ ადამიანებთან სასაუბრო ენა არის ეს, ჩემი აზრით. აპირებდი ბატონ შაქარაშვილისთვის ასეც ვაკეთებ, რომ იცოდეს, კი დავიწყე. ჩვენ მქონდა რაღაცა ძიმე ისების განხილვა, ეს არის პარალელურად რაც ხდება. მაგალითად სიტყვაზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ბავშვი გავიყვანეთ თურქეთში რეანიმობილით, მეორე ბავშვი შემოვიყვანეთ თურქეთიდან და პარასკევს ასევე უნდა გადმოგვიყვანე ერთი პატარა ბავშვი მძიმედ არის და საავადმყოფო მოკლედ უთხრა ოჯახს რომ აღარ დახმარებას აღარ გაუწევენ და ბავშვი ყავს უკან საქართველოს დასაბრუნებელი. მე ვამბაცხა და ღიად და საჯაროდ მე ამ ოჯახის წევრებს დღეს გაუგზავნე ბატონ შაქარაშვილის, მისი ოჯახის წევრის მეუღლის ტელეფონის ნომერი და ვუთხარი რომ ძალიან გთხოვთ ამ ადამიანებს თხოვეთ დახმარება რომ ისინი დაგეხმარონ. ასევე 27 ძიმე ბენეფიციარი მყავდა, რაც ეხება სიცოცხლის გადარჩენას. 27-ვეს მივწერე მათი ტელეფონის ნომრები და ვუთხარი. მოუყევით თქვენი მდგომარეობა, აღუწერეთ რა რთული ვითარება გაქვთ და ბატონ შაქარაშვილს და მის მეუღლეს სთხოვეთ დახმარება. მე მინდა ბატონ შაქარაშვილი, მისი მეუღლე ახლა ნანა კაკაბაძის ნომერსაც გავიგებ. შემდეგ ყველას გაბიტაშვილის ნომერს გავიგებ, მისი ოჯახის წევრების ნომერს გავიგებ და მინდა რომ ყოველ დღე კითხულობდნენ იმ შინაარსის შეტყობინებებს, რა შინაარსის შეტყობინებებსაც ვკითხულობდით ჩვენ. ურთულეს მდგომარეობა
მდგომარეობაში ოჯახების მდგომარეობას მინდა რომ კითხულობდნენ გაბიტაშვილს პირდები ყველა მისი ოჯახის ტელეფონის ნომერს გავიგებ სრულწლოვანების რა თქმა უნდა და აი ამ გაჭირვებულ სასოწარკვეთილ ადამიანებს მივცემ თქვენ ტელეფონის ნომრებს. ნანუკა, აი რა ხარისხის ბოროტებაა ეს? მოდი ამაზეც ვისაუბროთ. თუნდაც ადამიანური თვალსაზრისით. მე ერთის მხრივ რაზეც ისაუბრე და ცხადია რაც იყო ამ ყველაფრის მიზანი, ხო? რომ ადამიანები დატოვონ აი ამ კოლოსალური ჯარიმების წინააღმდეგ. მათი მოკლე ტვინით, რა თქმა უნდა, ალბათ ჯარიმები იყო ამოსავალი წერტილი, იმიტომ რომ ვერ აიტანეს რომ და ასე სოლიდარულად ადამიანების ჯგუფი და რამდენიმე ფონდი ეხმარებოდა ადამიანებს ჯარიმების გადახდაში და აი დღეს უეცრად აი ასე ამ პრობლემის წინაშე იმიტომ რომ ზოგს 12 ჯარიმა აქვს, ზოგს 4 აქვს, რა ვიცი, ჩემი ოჯახის წევრს აქვს მაგალითად 4 ჯარიმა. ნუ გასაგებია რომ მათი მაგრამ აი მაინც შენი აზრით ამ ხარისხის ბოროტების მიზანი რა იყო და რა გზავნილი იყო ეს? თუნდაც თქვენთვის, აი თვითეული თქვენგანისთვის, შენთვის, სხვა ფონდებისთვის, რომ აი არ გაგიკითხავთ. მამუკა მდინარაძე გვეუბნება. როცა გეუბნებიან რომ დააშავე და ჯარიმას გადაგიხთიო, ეს არის სახელმწიფო ფუნქციის გაუქმების მცდელობა და უფრო მეტი დამნაშავე ვიდრე ის დაჯარიმებულებით ჩადიანო. ანუ ასე ფიქრობს მამუკა მდინარაძე. ანუ პირდაპირ ამბობენ რომ ჯარიმებს რომ იხთიდნენ, პირდაპირ წერია პროკურატურის ჩათვალეს დანაშაულება. რა თქმა უნდა, პირდაპირ წერია პროკურატურის საქმეში. პატიმრებისთვის, რომლებსაც უკვე დამნაშავეებად მოიხსენიებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი კლოუნი მოსამართლეებს, მათ კლოუნ მოსამართლეებს ჯერ ეს გაწყვეტილება არ მიუღიათ, მაგრამ მაინც დამნაშავე და ეს თავი ხალხი 27 წელია. ანუ ისინი გვეუბნებიან რომ დამნაშავების ოჯახის წევრების დახმარება, ანუ რას ნიშნავს? სულ რომ ისე იყოს როგორც სულ რომ გასაგებია რომ დამნაშავებად გამოცხადებან, ანუ ოჯახის წევრი, მეზობელი, ყველა დამნაშავე, კოლექტიურად დამნაშავე, ანუ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა აღარ არის. ხო, ნუ რა თქმა უნდა რაღაცას გვაგონებს. შესაბამისად, აქ ეს არ არის რომ ჩვენ უნდა გამოვიცნოთ პროკურატურას გვეუბნება. ან რამე მალული ან ფარო ან შეფარულად არ გველაპარაკება. პირდაპირ გვეუბნება რომ იმიტომ რომ ეხმარებით პატიმრებს, იმიტომ რომ ეხმარებით მათი ოჯახის წევრებს, იმიტომ რომ ეხმარებით ჯარიმების იხთით ამიტომაც გაყადაღებთ. კი, მაგრამ როგორ აპირებთ, რა გამოსავალი უნდა ნახოთ, ეხლა ესე გულხელდაკრეფილი ვერ ისხდებით, დარწმუნებული ვართ, ან როცა ამ ხელა რაღაცეებს ხართ შეჭიდებული და აი კონკრეტულად შენზე ვისაუბროთ ამ შემთხვევაში, რა გზა შეიძლება მოიძებნოს, გიფიქრია თუ არა უკვე ამაზე, ან ერთმანეთთან კოორდინაციას თუ აპირებთ ეს ფონდები? ჩვენ ერთმანეთთან კოორდინირებულები ვიყავით ყოველთვის, ჩვენ ერთად გავდიოდით მთელ რიგ დეტალებს. კოორდინაცია მართლა ეს კოორდინაცია ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარული სიტყვაა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ და ფონდებს კოორდინაცია უკვე დიდი ხანია გვაქვს. ანუ თქვენ რეალური კოორდინაცია გაქვთ განსხვავებით პოლიტიკური პარტიების. კი, ნამდვილად და ძალიან ეფექტური კოორდინაციაც და ერთობაც გვაქვს, რაც უფრო მეტად ტრენინგები რო ჩაუტაროთ. არა, მე ვფიქრობ, რომ ის ერთობაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი კოორდინაცია, რომელიც ასევე ფონდებს აქვთ, მაგრამ ნახეთ როგორი ამბავია. აქ ყველა დღესდღეობით დღის განმავლობაში გავდივართ ჯერ ძებნას, ვეძებდით მიზეზს, რა მიზეზი იყო. შემდეგ რაღაცა სამართლებრივ ნაწილზე, იმიტომ რომ ხა ადვოკატები ყავს მოსაძებნი ყოველას, რომ რაღაცა გამოვითხოვოთ ეს განჩინება და ასე შემდეგ. სამართლებრივ ნაწილს აუცილებლად დავსხდები და მოვიფიქრებთ. მაგალითად დღეს მირჩიეს ესეთი კრიპტოსაფულის შექმნა. ხა კრიპტოსაფულეში სანამ ვერ გავერკვევი, მანამდე ესენი ნამდვილად დაემხობიან, იმიტომ რომ რთული საკითხი, მაგრამ მე გამახსენდა, რომ ესეთი ექსპერტი არსებობს, ბიძინა ივანიშვილი, მაგრად ერკვევა მაგ თემაში და შეიძლება რომ კონსულტაცია მასაც ვთხოვოთ. ანუ არსებობს მთელი რიგი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, მაგალითად ძალიან მარტივია ამ შემთხვევაში ჩემ შემთხვევაში რა იყო მთავარი? ჩემი ნდობა. ანუ ეს ადამიანები, რომლებიც მოქალაქეები, რომლებიც ფულს რიცხავდნენ, სხვათა შორის კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, ყველაზე მეტად გული დამწყდა იმ თანხაზე, რომელიც გაქრა და განულდა, იმიტომ რომ ეს თანხა, რომელიც ჩემთან ჩაირიცხა, იყო უამრავი მოქალაქის 1-2 ლარით, მათ შორის მსხვილის შემომწირულებიც ყავდა და საჯაროდდებდით, მაგრამ 1-2 ლარით შეკრებილი, აი მოქალაქეებით ჩარიცხული თანხა, ამიტომ ძალიან გული დამწყდა, რომ ხელისუფლების და ირაკლი ყობახიძის ხელში აღმოჩნდა ეს თანხა. მაგრამ მეორეს მხრივ, ამ შემთხვევაში ჩემ შემთხვევაში რა არის, ხო? ეს ადამიანები მენდობოდნენ და იბრობეუნებოდი, რომ ჩარიცხეთ ეს საჭიროება, რიცხავდნენ ეს თანხას. მოვიფიქრეთ რამე გამოსავალს, ვნახავთ რაღაც ანგარიში, მაგალითად დღეს ერთ-ერთი ჩვენი ბენეფიციარის ბავშვის დედა მომწერა, რომ აქვს AIP ფონდი და შეუძლია რომ ეს ფონდი დაგვახმაროს. ამიტომ ჩვენ რაღაცა ძალებს გამონახავთ, რომ სხვადასხვა ანგარიშებზე ჩაირიცხოს ეს თანხები და მოქალაქეებმა გადაიხადონ სხვა მოქალაქეების ფონდი, სადაც არც დაიბეგრებიან, არც გადასახადებს გადაიხდიან ჩვენგან განსხვავებით და გაცილებით უფრო იაფი დაგვიჯდება ჯარიმების გადახდა.
გასაგებია, ნანუკა, მე წარმატებას გისურვებ, ეს მართლაც უდიდესი საქმეა, რასაც აკეთებდი და აკეთებ და დარწმუნებული ვარ მომავალში შევეცდებით. დარწმუნებული ვარ ამაში, რომ კრიპტო საფულესაც აითვისებ ძალიან არა, მაგას ვერ შევეჭიდები. ბიზნესს დაუტოვებ კრიპტო საფულეს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ერკვა და მე დანარჩენს მივხედავ. შემთხვევაში ვიცი რომ რაღაც გამოსავალს აუცილებლად იპოვი, გამძლეობა შენ და მადლობა. წარმატება ძალიან დიდი აუცილებლად და მადლობა. მადლობა რომ იყავი დღეს ჩემი სტუდიაში. უღრმესი მადლობა. ნანუკა ჟორჟოლიანი